აპრილში თითქმის აღარ არის კომბოსტო. და თუ არის დაბალი ხარისხის. გაზაფხულის ბოლომდე კომბოსტო მაღალი ხარისხით და უდანაკარგოდ რომ შეინახო, ბოსტნეულს შესაბამისი პირობები უნდა შეუქმნა. ზურაბ სამარჯიშვილმა გამოსავალი სამაცივრე მეურნეობაში ნახა. დაახლოებით 25 კვადრატულ მეტრ ოთახში ყველა პირობაა შექმნილი, რომ ხილი და ბოსტნეული ხანგრძლივად შეინახოს. თავიდან მოვარწყოთ ხის კარკასი, დავამატოთ პენოპლასტი და ეს ჟესტი უბრალოდ მექანიკური დაზიანების განიცავს. რა შევა პენოპლასტი, ამის ფუნქცია რა არის? ეს პროგრამტარი. ანუ ინახავს ტემპერატურას. ბატარეებია, რომელიც კონდიციონერზეა მიერთებული და ამით საჭვალებით ცივდება. სამაცივრე მეურნეობის მთავარი პირობა ისაა, რომ ხილბოსტნეულის შენახვის ხანგრძლივობა გაიზარდოს და მოსავალი ბაზარზე გაიტანო მაშინ, როცა მოთხოვნა დიდია, მიწოდება ნაკლები, ფასი კი მაღალი. ვალელების კომბოსტო ბაზარზე ძირითადად გაზაფხულზე ჩნდება, როცა შიდა ქართლში მოყვანილი ბოსტნეულის რეალიზაცია სრულდება. ამ დროს პროდუქტის ფასიც მაღალია, თუმცა იმის გამო, რომ ვალეში ბოსტნეულს სათანადოდ ვერ ინახავენ, იძულებულნი არიან სოფლის პროდუქციის გაყიდვა შემოდგომითვე დაბალ ფასში დაიწყონ. პროდუქტი ყოველთვის გვიფუჭდებოდა. ყოველ წელიწადს, იმიტომ რომ გაზაფხული როცა უკვე სითბოებია, ხდება ზოგჯერ 50% პროდუქცია ფუჭდებოდა. 20-25 თეთრი შემოდგომით. გაზაფხულზე არის, რა ვიცი, 50-80 ლარი, ზოგჯერ ლარზე მეტიც არის ხოლმე. ის რაც შიდა ქართლში დიდი ხნის გამოცდილი მეთოდია სამცხე-ჯავახეთისთვის სიახლეა. ზურაბ სამარჯიშვილმა სამაცივრე მეურნეობა პირველად გორში ნახა და მიხვდა, რომ ვალეში მისი მოწყობით არა მარტო ოჯახის მოყვანილ მოსავალს შეინახავდა, არამედ სხვა სახის მოგების მიღებაც შეეძლო. ოთახში ხილბოსტნეულისა და რძის ნაწარმის შენახვა მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. სამარჯიშვილებმა სამაცივრე მეურნეობა გასული წლის ზაფხულში მოაწყეს. ამ ხნის მანძილზე ოჯახმა ატმის მოსავლის ორჯერ შენახვა მოასწრო. შედარებისთვის, აგვისტოში 2 ლარად ნაყიდი ატამი დაახლოებით თვენახევარში 3 ლარ ნახევრად გაიყიდა. როცა აღების მომენტია 2 კვირაშიც კი უკვე საკმაოდ მაღალი ფასი. თუნდაც 2 კვირით შენახვა ძალიან მომგებიანია. და ყველიან ერთდროულად მოდის ილევა და მოთხოვნა ისევ არის ამ ფასს დანიჭდა. ატამი მსხალი. სამარჯიშვილები ამბობენ, რომ მათი მოსავალი 35 ტონა კომბოსტოსაც აღწევდა. იმის გამო, რომ ბოსტნეულს სათანადო პირობებს ვერ უქმნიდნენ, ვალეში მცხოვრები სხვა ფერმერების მსგავსად პროდუქტი ულპებოდათ. იყო წლები, როდესაც არც 1 კილოგრამი არ გავიყიდია და იმ დროს როდესაც უკვე საკმაოდ ისეთი ფასი ჰქონდა, რომ შეიძლებოდა მოგება გვენახა და ზანალზე ვჭდებოდი. ამი აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერმა ვიგვიყანა იმ დასკვნამდე, რომ რაღაცა ისეთი შეგვექმნა, რასაც ჩვენ მოყვანილ მოსავალს შეგვანახინებდა და რეალიზაცია მოხდებოდა უდანაკარგოდ. ყველა პროდუქტს თავისი ოპტიმალური ტემპერატურა აქვს. მაგალითად, კომბოსტო +1-2 გრადუსზე უნდა შეინახო. ატმის შესანახი ტემპერატურა 2-დან 4 გრადუსამდე მერყეობს. სამარჯიშვილებს 25 კვადრატული მეტრის სამაცივრე მეურნეობის მოწყობა დაახლოებით 8000 ლარი დაუჯდათ. ოთახი 5-დან 7 ტონამდე ხილბოსტნეულს შეინახავს. ახალგაზრდა ფერმერი რეგიონში ერთადერთია, ვინც სამაცივრე მეურნეობით დაინტერესდა. ამბობს, რომ ვალეში ამ მიმართულების განვითარება მისთვისაც ხელსაყრელია. როცა მიდიხარ ბაზარზე, ერთ მაცივარზე, დიდი მანქანა არ ჩამოვა. მაგრამ 20 მაცივარი რო იყოს, შეიძლება ქსელი სუპერმარკეტის ქსელი ჩამოვიდეს. ჯერჯერობით თბილისში მეტი ჩამოვა. მაგრამ მე მინდა გავიდე იმ მოცულებაზე, რომ უკვე ვიღაცასთვის საინტერესო პარტნიორი ვიქნები. ანუ ამ კაცს აქ იმდენი ჩავიდე და წამოვიღო. ზურაბ სამარჯიშვილმა საოჯახო ბიზნესის გაფართოვება გადაწყვიტა. პროგრამა აწარმოეს საქართველოში მიიღო მონაწილეობა. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტში გაიმარჯვა და სახელმწიფოსგან 5000 ლარიანი დაფინანსება მიიღო. აღნიშნული თანხით კიდევ ერთ ოთახს სამაცივრე მეურნეობად მოაწყობს. თითქმის ეს ოდნავ განსხვავებული ეს დაბერვითი იქნება. იქ თუ კიდია ბატარეები, აქ დაბერვითი იქნება. ანუ დაბერვით ერთი კარგი წეროს სტრაფაზაციებს. სამარჯიშვილები სამაცივრე მეურნეობით ვალელების დაინტერესებას ელოდებიან. ამ შემთხვევაში ადგილობრივ ფერმერებს ბოსტნეულის რეალიზაცია აღარ გაუჭირდებათ. სოფლის მეურნეობის პროდუქტის ხანგრძლივად შენახვის შემთხვევაში მესხი ფერმერების ხილბოსტნეულით სუპერმარკეტები ან დიდი ექსპორტიორი კომპანიები დაინტერესდებიან.